მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს დიდი სიყვარულით. მე თითოეულ თქვენგანს ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ულევს სიხარულს გისურვებთ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მზად ხართ საჯარო გაშლისთვის და თემა იქნება რას მოიტანს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. რას შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში ჩაფიქრებული ადამიანი? მასთან ურთიერთობა, თქვენ რას მოგცემთ, რას მოგიტანთ მასთან ურთიერთობა? გაშლა გავაკეთოთ ორ ვარიანტად, ვინაიდან მაინც აქ გადამწყვეტ როლს თქვენი ინტუიცია თამაშობს. მოდუნდით, წარმოიდგინეთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და შემდეგ არჩიეთ ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. რას მოგიტანთ პირველი ვარიანტი? ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. და მეორე ვარიანტი, რას მოგიტანთ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. პირველი ვარიანტი იქნება ეს ანგელოზი, მეორე ვარიანტი ეს წვილი. კონცენტრირდით. იმედია გაკეთეთ არჩევანი, მეორე ვარიანტს გადავდებთ და მოგესალმებით პირველებო კიდევ ერთხელ. მე კი კვლავ გთხოვთ იაქტიუროთ, მოიწონოთ, გამოიწეროთ არხი და ველი თქვენს უკავშირს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. რას მოიტანს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? მეგობრებო, რაღაც მოძრაობას, რაღაც ახალი დასაწყის, თქვენ ამოქმედდებით, გაგიჩნდებათ სურვილი იმოქმედოთ, ინიციატივა აიღოთ თქვენ თავზე. ზოგიერთი თქვენგანის შემთხვევაში ეს ამ ადამიანის შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში შეიძლება დაუკავშირდეს და უпростоრად ამ ადამიანის შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოიწვიოს სადმე თქვენი გამგზავრება, ან მოგზაურობა, ტრანსპორტირება, არ ვიცი, შეიძლება სულაც ამ ადამიანს ელით და გზიდან მოდის. თუმცა ყველა ვარიანტში პროგრესი და ერთგვარი ამოძრავება იქნება თქვენს ცხოვრებაში. რაღაც თითქოს სტარტს აიღებთ და ახალ გზას გაუყვებით. ასეთი ენერგიები მოდის. მოდი დავაკონკრეტოთ, რას მოიტანს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. თქვენ თავს გაგრძნობინებთ იმპერატრიცად. შეიძლება ამ ადამიანმა ზოგიერთ თქვენგანს ბევრი უყურებთ ამ საჯარო გაშლას და ალბათ ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება დიდხანს იცნობთ ერთმანეთს, მაგრამ მანძილი გაშორებდათ და შეიძლება ამ ადამიანმა ზოგიერთ თქვენგანს ცოლობაც კი გთხოვოთ. ამ ადამიანის გამოჩენა თქვენს რეალობაში შეამსუბუქებს ერთგვარ ცხოვრებისეულ ტვირთს. თითქოს ზოგიერთ თქვენგანს მგონია, რომ ძალიან ბევრი ვალდებულებები აქვს თავის თავზე აღებული და უკვე უჭირს აი ამ ვალდებულებების თავი გართვას, აი ამ ვალდებულებებს, თუმცა დიდი წვალებით მაინც ახერხებს ამას და მგონია, რომ აი ამ ყველაფრით დაიღალეთ და სწორედ ამ ადამიანის თქვენს ცხოვრებაში გამოჩენა აი ამ ტვირთიდან გაგათავისუფლებთ.
რას ეხება ეს ტვირთი? რამ დაგხალათ? რამ დაგხალათ თქვენ? მარტოობამ დაგხალათ, მეგობრებო, მარტოობამ. თითქოს ემოციებშიც კი ჩაკეტილი ხართ, თითქოს აი ამ თქვენ ემოციებსაც კი აღარ ამჟღავნებთ, აი გულში არსებულ სიყვარულს თითქოს აღარ ამჟღავნებთ და აი ამ ყველაფრით თითქოს მარტოობით ხართ დაღლილი აქ. კიდევ ნახოთ, რას მოიტანს ჩაფიქრებული ადამიანის შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში, რას მოიტანს. მეგობრებო, როგორც პირველივე არკანი დაგვნიშნე, შეიძლება ნამდვილად მოხდეს ან თქვენი გამგზავრება უცხოეთში, ან ამ ადამიანის ჩამოსვლა. და აქ აი ახლა რომ ხართ თუნდაც ფინანსურად ძალიან აი ესეთი არასტაბილურ მდგომარეობაში, აი ეს ყველაფერი შეიცვლება ამ ადამიანის შემოსვლით, თქვენს ცხოვრებაში ბალანსი იპოვით. ეს ბალანსი ეხება როგორც ფინანსებს, ასევე სტაბილურობას. შეიძლება თქვენ ისწავლოთ, როგორ მიიღოთ და შეინარჩუნოთ ფინანსური ენერგია, როგორ გასცეთ და მიიღოთ. აქ მე ვხედავ, რომ შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს უცხოეთიდანაც კი ჰქონდეს გზავნილი ფულადი. ზოგიერთი თქვენგანს აუცილებლად ექნება ინტერნეტით კომუნიკაცია და თქვენ შეიძლება ეს ამბავი ასე შეიტყოთ, რომ თქვენ გაქვთ რაღაც ფულადი გზავნილი უცხოეთიდან. ეს ადამიანი ყველა ვარიანტში თქვენ მოგიტანთ რაღაც სტაბილურობას, რაც თქვენ ძალიან გჭირდებათ. ერთი არკანით კიდევ გითხოთ, რას მოგიტანთ ამ ადამიანის შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში, რას მოიტანს? რაღაც შიშებიდან თავისუფლდებით, მეგობრებო, რაღაც ემოციებისგან, შიშებისგან, თითქოს დაძაბულობისგან და რაღაც ეჭვებისგან, შიშებისგან თავისუფლდებით და აი ამდენი ხნის დაღლილი, მოჭიმული, ზოგიერთ თქვენგანს თითქოს აი აქ წამოვიდა, რომ სახსრების ამ ბეჭების ტკივილიც კი აქვს, აი ამ ყველაფრისგან თქვენ გათავისუფლდებით და ეს გათავისუფლება იქნება ერთგვარი რელაქსაცია, მოშვება, გათავისუფლება აი ამ ყველა დაძაბულობის, პასუხისმგებლობებისაგან, რომელიც არც თუ ისე ცოტა გაწევთ ბეჭებზე. მადლობას გეტყვით პირველებო და დაგემშვიდობებით და მე ველილი თქვენს კომენტარებს. მოგესალმებით მეორეებო და ვნახოთ თქვენ რას მოგიტანთ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. წყვილი ვინც ავირჩიეთ. აქ ძალიან გულნათკენი ხართ, ძალიან სევდიანი ხართ, იმედგაცრუებული ხართ, დეპრესიაში ხართ. საკმაოდ არასტაბილურია თქვენი ემოციები და თითქოს ისეთ განწყობაზე ხართ, რომ ბედნიერება თუ კისადმი არსებობს, ჩემთვის არ არისო, ამბობთ ასე. რატომ ხართ ასე? რას უკავშირდება მამაკაც პენტაკლების მამაკაც, რომელიც მანიპულირებდა თქვენით, მამაკაცთან, რომელთანაც შეგექმნათ საკმაოდ დაძაბული სიტუაცია. რას ეხება ეს? რაღაც სწორი არჩევანის გაკეთება ვერ მოხერხდა,
და რაღაც ბარიერი იყო ისეთი, რამაც საშინლად გატკინა ტკული და დეპრესიამდე და შეიძლება ფიზიკურ უძლურებამდეც კი მიგიყვანათ. თქვენ აქ ასეთი ადამიანი თუ ყავთ ჩაფიქრებული, მაშინ გააგრძელეთ ყურება, თუ არა და იცოდეთ, რომ არ არის ეს თქვენი ვარიანტი მეგობრებო და მომდევნო გაშლებს უნდა დაელოდოთ, იმიტომ რომ აქ საკმაოდ მძიმე მენტალური და ფსიქოემოციური მდგომარეობა ადამიანის და ეს გამოწვეულია მამაკაცისგან, რომელმაც ვერ გააკეთა არჩევანი, რასაც მოყვა ძალიან დიდი დაძაბულობა ურთიერთობაში. რა იყო მისი მისია? მაშინ ვიკითხავ, მისი მისია რა იყო თქვენს ცხოვრებაში? კარმული თემა, მეგობრებო, კარმული თემა აქვს. მისი მისია არის ის, მეგობრებო, რომ თქვენ თვითონ უნდა იაქტიუროთ ნებისმიერ საქმეში. არ უნდა ელოდოთ სხვას, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, საკუთარ ბედნიერებაზე აიღოთ თავად და ბევრი რამ ისწავლოთ აი ამ ურთიერთობიდან, ძალიან ბევრი რამ უნდა გააცნობიეროთ და ტრანსფორმაცია განიცადოთ. რას ეხება ეს ტრანსფორმაცია, რაში უნდა განიცადოთ? მეგობრებო, სამკუთხედში თუ იყავით და ფარული ქალი იყავით აქ, გეუბნებიან, რომ თქვენ აღარ უნდა იყოთ ფარული ადამიანის და მესამე ზღვის ცხოვრებაში თქვენ იმსახურებთ იმას, რომ იყოთ მთავარი ქალი და არა მეორე ჩაფიქრებული მამაკაცის და ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში. თქვენ ეს როლი არ გეკუთვნოდათ. თუ მეგობრებო, აქ სამკუთხედია, მაშინ იცოდეთ, რომ ამ ტრანსფორმაციას სწორედ იმიტომ გადიხართ, რომ თქვენ აქ მიხვდეთ, რომ თქვენი როლი არ არის მეორე ადამიანად ყოფნა. დიახ, თქვენ ყოველთვის უნდა იყოთ პრიორიტეტი და პირველი და შეუცვლელი ქალი მამაკაცის ცხოვრებაში. მისი მისია კიდევ რა იყო თქვენს ცხოვრებაში? რა იყო მისი მისია თქვენს ცხოვრებაში? აი იმ ჭაობიდან, სადაც იყავით, მართალია თავიდან ძალიან კარგად დაიწყო ეს ურთიერთობა, რასაც ვუყურებ ახლა მე, იყო შეხვედრები, რომელსაც სახელი, ოფიციალური არ იყო ეს შეხვედრები და მუდმივი თქვენ თავთანვე გქონდათ კონფლიქტი შინაგანად, აი ამის გამო, რომ თქვენ აქ იყავით ფარული პარტნიორები და არაღიარებული ქალი იყავით მის ცხოვრებაში, სოციუმთან არ იყავით აღიარებული და მისი მისია სწორედ ის არის, რომ აი ამ ჩაკეტილი წრიდან, სადაც მუდმივად ერთ წრეზე გიწევდათ სიარული, ეჭვები, დამცირებაც კი ერთგვარად, აი აქედან უნდა გამოსულიყავით. სწორედ აი ეს იყო თქვენი გაკვეთილი და ამ ადამიანის მისია თქვენს ცხოვრებაში ის იყო, რომ თქვენ უნდა გამოსულიყავით აი ამ სიტუაციიდან და დაგენახათ თქვენი თავი რეალურად, რომ თქვენ ხართ პირველი და განუმეორებელი და არავითარ შემთხვევაში არ ხართ არჩევანი. თქვენ უნდა იყოთ აუცილებლად ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში ერთადერთი ქალი. რას მოიტანს, ვეღარ ვკითხულობ, რას მოიტანს ჩაფიქრებული ადამიანი, იმიტომ რომ კარტი მაჩვენებს, რომ ეს არის
თითქოს წარსული ურთიერთობა. თქვენთვის ამოვიღებ მაშინ რჩევას. დააკვირდეთ მეგობრებო სიტუაციას. დააკვირდეთ სიტუაციას აუცილებლად. თვითეულ მოვლენას გადავლოთ თვალი რა იყო. ამის შემდეგ აი ეხლა თქვენ რაც განიცადეთ, გაიაროთ ტრანსფორმაცია, მოიშუშოთ აი ეს სულის ტკივილები, აკეთოთ თქვენთვის საყვარელი საქმე და გამოხვიდეთ აი ამ დეპრესიული მდგომარეობიდან და ხედავ რომ გამოდიხართ, მაგრამ აუცილებლად როდესაც მიიღებთ რაღაც გადაწყვეტილებას, აუცილებლად დააკვირდით შორიდან, 100 ჯერ გაზომეთ, 100 ჯერ, იმიტომ რომ აქ ტარო გირჩევთ, რომ აუცილებლად დააკვირდეთ შორიდან სიტუაციას და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება, რათა კიდევ ერთხელ არ აღმოჩნდეთ ასეთ სიტუაციაში. უბრალოდ ტაროს არკანებმა გადამახვევინა თემას, მაგრამ მოიტანა სიტუაცია მეგობრებო, ამიტომ მე განსაკუთრებით მაინტერესებს მეორე ვარიანტი, რამდენად რეზონირდა და მე თითოეულ თქვენგანს გელით აქ უკავშირით თქვენი და მომწერეთ რაზე გსურთ გავუკეთოთ პირადი საჯარო გაშლები და პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ მითითებულ ნომერზე WhatsApp-ზე დამიკავშირდეთ. მე კი ყველას წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ, დროებით გემშვიდობებით.